Fantastic performance. I love it. დღეს ძალიან მშვენიერი დღეა, იმიტომ რომ აქ ვნახეთ ძალიან ნიჭიერი ჩვენი ბავშვები, რომლებმაც წარმოგვიდგინეს პატარა წარმოდგენა. ჩვენ ვიცით საქართველოსთვის რა მნიშვნელოვანია სამშვიდობო მისიებში ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობა და ეს ბავშვები სწორედ არიან ამ ჩვენი ჯარისკაცების, ამ ჩვენი გმირების შვილები. ეს ათგად უფრო სასიხადუროა ჩვენთვის. დღევანდელი ღონისძიება ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრში, ნატოს კვირეულის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება. ამ ცენტრში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და ავღანეთში ISAF-ის მისიაში დაღუპული გმირი და მამაცი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შვილები ინგლისურ ენას ეუფლებიან. თავს ნამდვილად პრივილეგირებულად გრძნობ, რადგან დიდი ბრიტანეთის საელჩოს შეუძლია იმ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს გაუწიოს მხარდაჭერა, რომლებმაც თავის საკუთარი სამშობლოს ერთიანობისთვის, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გაწირეს. უნდა აღვნიშნო, რომ ნატო და ჩემი ქვეყანა უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის მიმართ მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში. ნატოს კვირეულის ფარგლებში დღეს ბრიტანულ კუთხეში გაიმართა ღონისძიება ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით. 3 თვეა დაიწყო 2008 წლის ომში დაღუპული და ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა. ბავშვები ბრიტანულ კუთხეში სწავლობენ ინგლისურ ენას. ამ პროგრამის მხარდაჭერი არის ბრიტანეთის საელჩო და დღეს წარმოადგინეს ბავშვებმა თავისი შემოქმედება. ეს არის მხოლოდ დასაწყისი და ჩვენი სურვილი არის საქართველოში აკრედიტებულმა საელჩოებმა, დიპლომატიურმა კორპუსმა, კერძო სექტორმა შეხედოს ამ ბავშვებს როგორც შესაძლებლობას იმისათვის, რომ მათ გაუხსნათ მომავალი განათლების შესაძლებლობები და კიდევ პროექტები, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს ამ ბავშვებისთვის, ამათი განათლებისთვის შევძლოთ ერთად მათი განხორციელება. მე და მამა ჩემი თანამებრძოლების შვილები ვეუფლებით ამ ბრიტანულ უნივერსიტეტში ინგლისურ ენას. და დღეს მივიღეთ ნატოს საინფორმაციო ცენტრს ჩვენი წარმოდგენით ჰელოვინი დაბადების დღე.